გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყველაზე მაგარ პოლიტიკურ სატირას talk-show ეთოქზე. იცით როგორია საშუალო სტატისტიკური ქართველი NGO-შნიკი? ესაა უსამშობლო არსება, რომელიც ნებისმიერი ტიპის დავალებას ასრულებს უცხო ქვეყნის ინტერესების გასატარებლად საკუთარ ქვეყანაში და იღებს ამაში მსხვილ გრანტებს. ასეთი NGO-შნიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ბაბუცა პატარაია, რომელიც ფემინისტური NGO-ს საფარის მეშვეობით არის ჩართული ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ამის დაცული ქალები ხელახლაა თავიდან დასაცავი. თავადაგინებენ მისი ყოფილი დაცვის ქვეშ მყოფი ქალები. მაგრამ რეალურად ბაბუცა, როგორც თითქმის ყველა სხვა მდიდარი NGO-s მფლობელი, დაკავებულია მხოლოდ ქვეყნის ჯანჯყარის მცდელობით. მისივე აღიარებით შევიტყვეთ, რომ ვითომ და ქალთა უფლებებზე მზრუნველი NGO-s ხელმძღვანელი სახელმწიფო შენობების აღების გეგმებს გადის. ამასთან უარს ამ დანაშაულებრივ ქმედებაზე იმიტომ კი არ ამბობს, რომ არც მისი პროფილია, არც უცხოური დაფინანსების მქონე NGO-s ესაქმება რაიმე პოლიტიკურ ექსტრემიზმში და არც ის, რომ უბრალოდ დანაშაულის დაგეგმარებაზეა საუბარი. არამედ იმიტომ, რომ ამის შემსრულებელი ვერ გამონახეს. ხო და ჩემო ხელმოცარულო ბაბუცა, ჯობს ისევ უწინდელ საქმეს დაუბრუნდა გრანტის სანაცვლოდ, რომ უსერიოზულეს ფლეშმობებს ატარებდი და თავი დაანებო ექსტრემისტულ საქმიანობას. თორემ გრანტებსაც გაგიჩერებენ უშედეგო ქმედებისათვის და მოგიწევს ნანუკას ლობიანებზე გადასვლა. მატრიარქატი დამნაშავეა. ქალებს ხალობისთვის ჯიანი. ბრიტანულ გამოცემაში Byline Times, რომელიც სულ რაღაც 6 წელია არსებობს და აცხადებს, რომ მკითხველთა შემოწირულობებით გააქვს თავი, ანუ ფაქტიურად იქაური ნანუკას ლობიანების ამარას სულდგმულობს, გამოქვეყნდა სტატია სათაურით მოსკოვის კავშირები ქართულ რეჟიმთან კენსინგტონისა და ჩელსის გავლით გადიოდა, რომელშიც ავტორი ბიზინა ივანიშვილის რუსულ კავშირებზე მიანიშნებს. რასაკვირველია, ეს სტატია უმალ დაიტაცეს ოპოზიციურმა მედიამ, პოლიტიკოსებმა თუ აქტივისტებმა, როგორც უსერიოზულესი მხილება. ახლა კი შევხედოთ რეალურად როგორ ცირკთან გვაქვს საქმე. ამ უსერიოზულესი ჟურნალისტური გამოძიების ბოლოს წვრილი რთულად შესამჩნევი შრიფტით ვკითხულობთ, რომ სტატიის კვლევა და რეპორტაჟი მხარდაჭერილი იყო სამოქალაქო საზოგადოების ფონდის გრანტით, თბილისში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის Civil Ideas მეშვეობით. სამოქალაქო საზოგადოება გახლავთ NGO-ების მამამთავრის ჯორჯ სოროსის ფონდი. ანუ სტატია დაფინანსდა სოროსის ფონდის ფულით. და Civil Idea არ იკითხავთ რა არის? ნაცების მიერ მართული NGO. ეს ბუმბერაზი სტატია კი კავშირს ბიზინა ივანიშვილსა და რუსეთს შორის აყრდნობს გახარიას პარტიის წევრ ნატალია საბანაძის და ნაცების, შემდეგ ევრონაცების, ახლა კი უბრალოდ კონსტიტუციურად ნაცის სერგი კაპანაძის მოსაზრებებზე. აი სერგი კაპანაძის ნაცურ მოსაზრებას რომ სანდო წყაროთ მოიყვან, იქო დამთავრდა შენზე როგორც ობიექტურ მედიაზე საუბარი. გიგაბოკერიას მიმბაძველი და გახარიას სექტის წევრის ნაბოდვარი რომ ამყარებს სტატიას, მსგავსი მაკულატურისთვის მხოლოდ ერთი ადგილი არსებობს სამყაროში. საფირფარეში. გრძელდება საგამოძიებო კომისიის მუშაობა, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში იკითხებიან ნაცების რეჟიმისგან დაზარალებულები და ვისმენთ ერთი მეორეზე ტრაგიკულ ისტორიებს. დღეს გიორგი ზერეკიძემ, რომელიც 15 წლის ასაკში დააკავეს და რომელსაც მაშინ სააკაშვილმა დიდი ბრიფინგი მიუძღვა და ქვეყნის დამაქცევრად გამოიყვანა 15 წლის ბავშვი, გაიხსენა თუ როგორ სასტიკად ეპყრობოდნენ ციხეში. ბრალი დასდო რეჟიმს მამის მკვლელობაში. გაიხსენა ის სისასტიკე, რასაც 15 წლის ასაკში ხედავდა ნაცების წამების იარაღად ქცეულ ციხეში და რისი გადატანა მოუწია მცირე ასაკში. მარიამ რატიანმა გაიხსენა, როგორ წაართვეს მის ოჯახს ბიზნესი, როგორ დაუჭირეს მეუღლე, როგორ დაუნგრიეს მის შვილებს ბავშვობა და მომავალი. თუ არიან მათი შვილები, იმის ღირსი რომ დაემთავრებინათ ის ინსტიტუტები, დღეს იყვნენ წარმატებულები და მუშაობდნენ. ცხოვრობდნენ თავიანთ სახლებში. რატო არ იყვნენ ჩემი შვილები და ჩემი ოჯახი ამის ღირსი? ეს პროცესი, რომელიც ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს და რომელიც ემსახურება უმაღლესი სამართლიანობის აღსრულებას და ისტორიის სწორად შეფასებას, აუცილებელია ნახოს თითოეულმა ქართველმა ახალგაზრდამ, რომელსაც ან არ ახსოვს,
ან არ მოუყოლიათ თუ რა ტიპის სისასტიკეს ჩადიოდა ნაცების რეჟიმი მათი მმართველობის 9 წლის მანძილზე ქვეყნის და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. შეუძლებელია უსმენდე იმ ადამიანურ ტრაგედიებს, რაც ნაცებმა დამართეს კონკრეტულ ოჯახებს და რჩებოდე რამე მხრივ მათი მხარდამჭერი ან მათი მობრუნების მსურველი. ისტორია ყველაფერს სწორად შეაფასებს. მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც დამხობილი სასტიკი ნაცური რეჟიმის მობრუნებაში ირიბად თუ პირდაპირ იღებდა მონაწილეობას. ძალიან ხომ უყვართ ქართველ ლიბერალებს და ნაცაქტივისტებს ფრაზა ისტორიის სწორი მხარე. ხო და რაც მალე დაინახავთ, რომ ისტორიის ყველაზე ბინძურ, დანაშაულებრივ და არასწორ მხარეს გახართ, მით მალე გადმოინაცვლოთ ისტორიის სწორ მხარეს. დღეს ამით გემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ კვირას კვლავ ეთოქზე.